გრძელდება რეგიონული შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც ვიმყოფებით მარნეულში, სადაც პირადად შევხვდი კომისიის ყველა წევრს და მოვისმინეთ ინფორმაცია არჩევნების ამზადისთან დაკავშირებით. შეხვედრის შემდგომ გადმოვინაცვლეთ რეგიონულ სასაწყობე სივრცეში, სადაც ასევე გავეცანით საარჩევნო დოკუმენტაციის მიღების პროცესს, რაც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ როგორც ამ რეგიონში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით CESCO საოპერაციო სივრციდან სრულად არის მიწოდებული ყველა საარჩევნო დოკუმენტაცია, ისევე როგორც ტექნოლოგიური საშუალებები, რომელიც ეტაპობრივად უახლოეს დღეებში გადაეცემა ქვემდგომ კომისიებს. ძალიან საინტერესო სამუშაო შეხვედრა წარიმართა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან. მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა პირადად მიაწოდეს ინფორმაცია საარჩევნო სამზადისთან დაკავშირებით. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ადგილზე გავეცანით მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით საწყობში არსებულ სიტუაციას, როგორც ტექნოლოგიური, ასევე ტრადიციული კუთხით უბნებისათვის მისაწოდებელ მასალებს. ბოლო ეტაპი ლოჯისტიკისა, მეოთხე ეტაპი განხორციელდება უმოკლეს ვადებში, კანონით განსაზღვრულ ვადაში და მიეწოდება შესაბამისი ინვენტარი, მასალები და დოკუმენტაცია, როგორც ტექნოლოგიურ უბნებს, ასევე ტრადიციულ უბნებს.